ცხარე დებატები ჯონ მაკეინსა და სერგეი ლავროვს შორის ამერიკელი სენატორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიუჰენის კონფერენციაზე მიმდინარე დისკუსიის დროს დაუპირისპირდა. მიზეზი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ განთავსებული რუსული შეიარაღება გახდა. სერგეი ლავროვის განმარტებით დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა აფხაზი და ოსიერი გადაარჩინა, რაზეც ჯონ მაკეინმა ნიშნის მოგებით თან სარკაზმით უპასუხა, რომ ეს ტერიტორიები მხოლოდ დემოკრატიის ორმა ბასტიონმა ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარეს. სენატორმა ოფიციალური მოსკოვი ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად დატოვების გამოც მკაცრად გააკრიტიკა. მაკეინმა რუსეთის ხელისუფლებას აგრესიული პოლიტიკის გატარებაშიც დასდო ბრალი და საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ჩვენ გადავარჩინეთ ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხი და ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ საკითხმა შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე, გიპასუხებთ, რომ ეს თემა ნებისმიერ შემთხვევაში წამოიწევა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ სხვა მოლაპარაკებების დროსაც გვქონია უთანხმოებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლობაზე უარი უნდა ვთქვათ. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მიზანი ამ ეტაპზე არის დაცვა ირანიდან მომავალი საფრთხისგან და არა საბჭოთა კავშირისგან, უკაცრავად ყოფილი საბჭოთა კავშირისგან. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, როგორც იცით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი მსოფლიო დემოკრატიის ბასტიონებმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნებართვის გარეშე გააკეთეს. ეს მძიმე თემაა და მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რისთვის ყიდულობს რუსეთის სამხედრო ხომალდ მისტრალს, როგორც რუსმა გენერალმა თქვა, ახლა ჩვენ 40 წუთში შევასრულებთ ამოცანას საქართველოში, რისთვისაც მანამდე კვირები დაგვჭირდებოდაო. ეს ყველაფერი გვავალდებულებს მეც და ჩემს ბევრ მეგობარს შეერთებულ შტატებში გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა არსებული საფრთხეებისგან.